31 წლის წინ თბილისის დინამომ თასების თასი მოიგო. აპლოდისმენტები ამ არაჩვეულებრივ ფეხბურთელებს. გულოცავ ყველას. Ზუსტად 31 წლის წინ. ამ კვირაში კი მოხდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ ჩვენს ქვეყანაში. 22 წელი შესრულდა, რაც სამორის მამა არ ენახა და 31 წელი, რაც ქართულ ფეხბურთს დედა. სამორი მიპოვა მამა და მიულოცოთ მეგობრებო, მიულოცოთ. და ქართველმა 17 წლამდელმა ფეხბურთელებმაც იმედები დაგვიბრუნეს, ამ ბიჭებსაც მიულოცოთ. მოგეხსენებათ, რატო დავიწყე ასე ჩემი საუბარი, დღეს 13 მაისია, 31 წელი გავიდა იმ ავადსახსოვარი დღის შემდეგ, როცა ქართული ფეხბურთის დაღმასვლა დაიწყო. იმიტომ რომ მოვიგეთ თუ არა ეს თასი, დაღმასვლა დაიწყო, დამეთანხმებით ალბათ ყველა. 31 წელი იმდენია ხალხო, იმდენია რომ ეს ისტორია შვილებს ასე უნდა მოუყვეთ. მუნ წელსა მას ქრისტეს აქეთ 1981-სა ქალაქსა მას შინა დუსელდორფსა, რომელიცა ქებული არს სახლთა მაღალთა და ხალხთა ზუსტთა. შეებნენ ერთმანეთს სამკვდროით სასიცოცხლოდ 11 ქართველი ორი შეცვლაზე შემოვიდა. და 11 უცხოტომელი ვინმე ჰერმანაილი იმარჯვეს მუნ ქართველმა შინა დაპირისპირებასა მასა იქ და ჩამოიტანეს თასი იგი საკვირველი ჩაასხეს შიდღვინო და დალიეს. ასეთი გუნდი ყავდა ხალხო, თბილისის დინამო ერთ დროს ევროპას აზანზარებდა, ახლა კიდე მარტვილის მერანთან მოგებაა მენატრება. მნიშვნელოვანი ამბები იყო კიდე ქვეყანაში, არა მარტო საფეხბურთო თვალსაზრისით, ძვირფასო მეგობრებო, სამჯერ შეიცვალა კონსტიტუცია. გეტყვით ახლა აგიხსნით როგორ მოხდა ეს ყველაფერი, მივყვეთ ნელ-ნელა. ესე იგი ბიძინა ივანიშვილმა თქვა რომ კენჭისყრის უფლება მომეცითო. მიცეს კენჭისყრის უფლება, შეცვალეს კონსტიტუცია და მიცეს კენჭისყრის უფლება. მერე თქვეს რომ ხმის მიცემის უფლება მომეცითო, ბიძინამ თქვა ივანიშვილმა, კენჭს თუ ვიყრიო, ხმის მიცემის უფლებაც ხომ უნდა მქონდესო? კი ბატონო, მიცეს ამის უფლებაც, ვინცო საქართველოში 10 წელი ცხოვრობსო და ვინც ევროკავშირის მოქალაქეაო, შეუძლია ეს გააკეთოსო. ბიძინამ თქვა მერე საქართველოში სულ რაღაც 7 წელი ვცხოვრობო? როგორ მივცეო 10 წელი არ ვცხოვრობო? შეიკრიბა ისევ ეს დეპუტატები, შეიკრიბენ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ვინც 7 წელი ცხოვრობს საქართველოში, იმანაც უნდა მიცეს ხმაო. ამაზე ბიძინა ივანიშვილს კიდე რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ დეპუტატებმა დაასწრეს, სახლში გაუგზავნეს კონსტიტუცია, აჰა და ჩაწერე რაც გინდაო. პარალელურად გრძელდება მუშაობა საარჩევნო სიებზე, უბრალოდ მე მეგონა რომ თურმე მამუკა კაციდაძე, მე მეგონა რომ მამუკა კაციდაძე მუშაობს ამ სიაზე და თურმე რას ლაპარაკობთ, კაცო, რას მუშაობს. აი ახლა მე გავჩვენებთ ვიდეოს, რას აკეთებს მამუკა კაციდაძე და დააკვირდით ვისთან ერთად არის. გთხოვთ? ხნავენ და თოხით ამუშავებენ მიწას. ესეც საქართველოა და მე რომ მკითხოთ ეს უფროა საქართველო ვიდრე ტრასებზე მოარული წითელი ტრაქტორები. მე მინდა მამუკა კაციდაძეს მივმართო, მამუკა არ მითხრა ახლა ესეც საარჩევნო სიაში ვიპოვეო. კარგი, მე ვიცი რატომ მოიქცა ასე. მამუკა კაციდაძე რატო ჩაეხუტა ძროხას, იმიტომ რომ ნახა ერთ-ერთი გადაცემაც ეკავენ ვარსკვლავები, თუ გახსოვთ როსტორო ვირს ჩაეხუტა. და იმის მერე წამოვიდა როსტოსთან SMS-ები, წამოვიდა ბევრი SMS, ახლა ამას მიბაძავს ბევრი სხვა პოლიტიკოსი. მამუკა კაციდაძე, აი მაგალითად გიორგი თარგამაძე ჩაეხუტება ირემს. ნინო ბურჯანაძე ჩაეხუტება შუელს, გუბას სანიკიძე ჩაეხუტება დათვს. დათვს იმიტომ რომ სხვა რასაც ჩაეხუტება გაჭყლიტავს და ჯობია რომ დათვს ჩაეხუტება. კი ბატონო. ჯონ დი ბაღათურია რას იზავს, ამას მეკითხებით? ჯონ დი ბაღათურია ლომის ხახაში ჩაყოფ თავს. იმიტომ რომ მაგას სხვა შანსი არჩევნების მოგებით არა. კარგი თოდა ავნებულდი. კი ბატონო, დააყაჩაღეს ძვირფასო მეგობრებო, დააყაჩაღეს საქართველოს ბანკის დიდი დიღმის ფილიალი. მე ეს მიხარია, იმიტომ რომ აქამდე სხვანაირად ხდებოდა, ბანკები გვაყაჩაღებდნენ ჩვენ. ხო. არ მიხარია ვიხუმრე. 2000 ლარი წაიღეს, 2000 ლარი და ჯერაც ვერ უპოვია თუ ვინ წაიღო ეს. ახლა მე მინდა მივმართო სამართალ დამცავ ორგანოებს. დავიჯერეთ ხოლმე ხალხო, ვიცი რაღაცეები რა. ვისაც ნახავთ ქალაქში 2000 ლარიანი ნიფტით, ან ახალი რაღაცით შეძენილით, ესე იგი ის არის. მე უკვე აღმოვაჩინე ერთი ასეთი კაცი. აბა, ნახოთ. ისე დამეთანხმეთ რა. დამეთანხმეთ, რომ ძალიან მაგარი თვეა მაისი. 26 მაისს ბატონი მიხეილ სააკაშვილი აღლუმს ჩაიბარებს ქუთაისში.
27 მაისს ბატონი ბიძინა ივანიშვილი ხალხს კრებს თბილისში, მამუკა კაციდაძე ძროხას ეხუტება. მე ახლა წავალ. გამოვიცვლი, იმიტომ რომ მართლა მეშინია დღევანდელ თბილისის დინამოში არ მათამაშონ. აუცილებლად დავბრუნდები, იმიტომ რომ გაგიკვირდებათ და ჩვენ ვიწყებთ ღამის შოუს. ლას-ვეგასში გათენდა მზე ახლა ამოვიდა ვაშინგტონში შუა დღეა დაცემაც წამოვიდა ამსტერდამში ახლა 7 საათია ვიტრინაში დგანან მონიკა ჯენიფერი სამანტა გაბრიელა და ნატია ტოკიოში შუა ღამეა რობოტებსაც ეძინება სეულში კი ფიქრობენ გისვარა ფხენიანთა შელიგება თბილისში ახლა ტელევიზორთან ადგილს იკავებს ყველა გამარჯობა ღამის შოუ იწყება ბატონებო და ბატონებო მომავალი კვირაც ძალიან საინტერესოა, ძვირფასო მეგობრებო. ბაქოში ევროვიზია გაიმართება, ჩიკაგოში გაიმართება ნატოს სამიტი, შესაბამისად გავიგებთ, ევროვიზიაზე მოიგებს თუ არა ანრი ჯოხაძე და ჩიკაგოში მოგვანიჭებენ თუ არა MAPS. სიმართლე გითხრათ, მე MAPS რომ მოგვანიჭებენ იმის უფრო მჯერა. ვიდრე ანრი რომ მოიგებს. თუმცა შეიძლება მე ვცდები და დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ხოთაშორის დღეს ჩემ ძველ სკოლაში, ჩემ არაჩვეულებრივ 54 საშუალო სკოლაში იყო ბოლოზარი. ბოლოზარი, ახლა ალბათ ბანკეტი აქვთ მე-12 კლასელებს, მე მაინტერესებს რა განსხვავებაა ჩვენ დროინდელი და დღევანდელ დროინდელი, ასე ვთქვათ, ბანკეტებს შორის. მივავლინე ჩვენი შეუდარებელი და სიმპათიური საგანგებო სრულუფლებიანი გუჯა მაჭარაშვილი ძვირფასო მეგობრებო. რომელიც ახლა ჩაგვერთვება 54 სკოლის მე-12 კლასელების ბანკეტიდან პირდაპირ. გუჯა, როგორ ხარ გუჯა? ბედნიერად ოთარ, ოდნავ სევდიანი და შეჟუჟუნებული ცოტა. შენ ცვაო. დიახ ოთარ, სადღეგრძელო არ გამომიტოვებია, ესე იგი დედაინდიდან დაწყებული არაორგანული ქიმიით დამთავრებული ყველა ჭიქადაა. კარგია. ახ გიყურებ და რაღაცეები დაგაწერეს ხო პერანგზე? კი ოთარ, დღეს ახლა ისეთი დღეა, რომ ყველას რაღაცას აწერენ, მეც დამაწერეს და სხვათა შორის აქ შაშკინი იყო მოსული და იმას არაფერი არ დააწერეს ოთარ. ნუ მინისტრია და მოერიდათ. არა ოთარ, უბრალოდ ისეთი რაღაც ეცვა, რომ ადგილი ვერ უპოვეს რა დაიწყო. მასწავლებლები თუ არიან? კი არიან ოთარ, თავიდან არც ეკავდნენ, თუმცა მე სერტიფიცირებაზე რომ გავიდან იმის პასუხი მოვიდა, რომ 1000 ლარი ხელფასი გექნებათო და ეხლაც ეკავენ. ბანკეტი დამთავრდა, მაგრამ მაინც ბედნიერად ეკავენ. კარგი. მე მაინტერესებს უცხოელი მასწავლებელიც არის? დიახ ოთარ არის და სხვათა შორის წეღან 3H-ი სადღეგრძელო დავლიეთ ერთად. 3H-ი, აჰა. ფიზიკის მასწავლებელი თუ იყო? იყო ოთარ ფიზიკის მასწავლებელი და ფანტას არსვავს ქიმიაო ეგ. დიდი მადლობა, ეს იყო შეუდარებელი გუჯა მაჭარაშვილი, ძვირფასო მეგობრებო. ჩვენ კი განვაგრძოთ ღამის შოუ. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ ალაგ წითელ, ალაგ ყვითელ, ალაგ ალისფერიაო. და გადაცემის სტუმარია გია ჯაჯანიძე. ოთარ ეს შენ. აჰა. ჯერჯერობით. აჰა. ეს რა ვარიანტია, ჰარე კრიშნა.
თუ რა არის? არა, ჭიათურული ვარიანტია. ჭიათურული ვარიანტი. ეს ჯერჯერობით, ანუ კიდე რაღაცას. კი, აუცილებლად. ისე მართლა ორიგინალურად გაცვია. ერთი წუთი ბოდიში გიყურებდა თვალს მჭერი და ერთი წუთი. აი ასე რაღაც ხო. რაღაცნაირი ისე როგორ ხარ გია? მე ვარ გადასარევად, ფანტასტიკურად და შეუდარებლად. შეუდარებლად, ყველაზე კარგად. ყველაზე კარგად. რად ღირს? 20 წელში 100 წელში. რად ღირს ქუჩაში რო გამოვდივარ, ეხლა რომ მოვდიოდი. არ იცი რა ბედნიერი იყო ხალხი. რომ მიყურებდა, ზოგი მე გიჟდებოდა. მგონი შენ უფრო ბედნიერი იყავი, რომ მოდიოდი. არა, რა თქმა უნდა, მე ვიყავი ბედნიერი და მე მათ ვაბედნიერებდი. ეს მიხდება, თეა მიხდება? მაგრამ ხატავს. შეიძლება გითხარი. ხატავს. მომისმინე, საიდან წამოვიდა შენი დაინტერესება აი ამ კოსტუმებისადმი? ამას მოვიხსნი ხო შეიძლება? შეგაწუხე ხო? ხო, რაღაცა- მეც ესე ვიტანჯებიოდა. მე შენ ახრიცი. კარგი, მე რა დღეში ვარ. მეკეთოს. მეკეთოს, კარგი, ჯანდავას მეკეთოს. საიდან წამოვიდა შენი დაინტერესება აი ამ ყველაფრისადმი? ოთარ, მთელი ცხოვრება ვსწავლობდი, მთელი ცხოვრება. ნუ წერდი, კითხულობდი, ნუ არაო ხალხმა. არაო. რა არაო გას? არა, არ გვინდაო ესო. ავდექი და ერთ მშვენიერ დღეს კითხვა და წერა. არა, კითხვა და წერა არ გვინდაო, არ გვაინტერესებს. ნუ დავიცავი დისერტაცია, ყველაფერი გავაკეთე რა. არაო. აი ეხლა კიო. გამოვედი. საინტერესოა. სხვათა შორის დისერტაცია მეც დაცული, მაგრამ ხარ მინდა ამაზე ლაპარაკი. დავანებოთ, მაგიტო არ ვარ ჩეკრებილი. გავწეთდი ხომ მეც წერდი რაღაცებს. კარგი, მომისმინე და ეხლა კიო. ეხლა კიო. ძალიან მიღებული ვარ. აი შენ ჩემი კოსტუმებიდან ყველაზე მეტად რომელი მოგეწონა? იცი რა, ყველა მომწონს, მაგრამ მე ყველგან კორექცია შევიტანდი, აი არ შენ ყველას ერთად ჩამაცფებდი, რაც იყო. შეიძლება. ყველას ერთად ჩამაცფებდი. ამერიკის საელჩოში გნახე ერთხელ. მოგცეს ვიზა, ხო? კი. ხო, იმიტომ რომ ინდიელი ეგონას ალბათ. დაუბრუნდებაო თავის საწყის ფესვსო. რა გინდოდა ამერიკაში მოგვიყევი რა? 10 წელია ამერიკაში დავდივარ. რასთან დაკავშირებით? ძალიან მაინტერესებდა ფსიქოკოდირება, ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეცნობა ადამიანების და იქ დავდიოდი კურსებზე. და აი შევისწავლე, აი მაგალითად ადამიანს რო უყურებ, ხვდები ის ნორმალურია რა აწუხებს, გიჟია, ნიჭიერია. ეხლა შენ გაწუხებ ჩემი ბურთები, რო ჩამოკიდე. და არ მოვიხსნა. არ მოიხსნა. მეკეთოს. კი, უნდა დაიტანჯო ჩემსავით. შენ გონი ეხლა მე თავ ქუდი მიჭერს, აი ეს მამძიმებს და ნუ დისერტაციაზე თუ გითხრეს არაო, ასე უნდა დადიოდი. კი. კარგი, იყოს, მე აბსოლუტურად არ მაწუხებს, არაჩვეულებრივია. ლექციასაც ამიწავი, მე ლექციებსაც ვკითხულობ, ახლა ამაზე არ მინდა ლაპარაკი. ესე იგი, რა მინდოდა მეთქვა კიდევ. შენ ხარ ფსიქოლოგი, მე მინდა უთხრა ჩვენ ტელემაყურებელს და მაყურებელს დარბაზში, ვინც არ იცოდით, პროფესიით არის ფსიქოლოგი, გია, ხო ეთყობა რომ ფსიქოლოგია, კაცო. ძალიან. მოვალ რა ბატონო, მოხეწები. მე მივალ რა. კი, რა დღეში ვარ, აი ჩემს უკან რა ხდება. მოვალ. თეას უნდა შენთან მე მოსვლა. თქვენთვის ისეთი საჩუქარი მაქვს. ვაი. რომ ფსიქოლოგი კი არა, ფსიქიატრიც შეიძლება დაგწე. აი ესეთი საჩუქარია შენთვის შემგია ჯაჯანიძეს. ხო და მე მჭირდება დახმარება. შიშები მაქვს. ვისი გეშინი? აი, ზოგადად ხო ხტები, აი, ფობიები არსებობს, სხვადასხვა ტიპის ფობიები. შენ ხო გაქვს შიშები? აი, რაღაცის გეშინია და ფსიქოლოგი კაცი ხარ, ხა, ჩემგან არ გესწავლება. აი, მაგალითად, ძალიან ბევრი ფობიაა, ყველა ფობიას თავის სახელი აქვს. არა, დიდოდა შეეშინდა, იცი? თვითონაც შეეშინდა, ხო? გიდა გითხრა რატო დავიყვირე? რატო დაიყვირე? იმიტომ რომ მიდოდა ის შემეშინებიდა. აჰა, თორე შენს მე არ შემეშინდა. შენს თუ არ შეგშინებია. კარგი, მართლა რამე შიში გააქვს, აი, გია ჯაჯანიძეს, რისი ეშინია? ოღონდ გულწრფელად. გულწრფელად მითხარით, ჩვენ მე ესეთი შოუ მაქვს. საერთოდ არაფრის არ მეშინია, ოღონდ მართლა. უცებ გაიხე. არა, რატო მიხედე, ვიცის მომჭოს რომ რა ჩხურობთ და ესე შე. მაგიტო იხედე. საერთოდ არაფრის არ გეშინია. არა. საერთოდ. ნუ ეხლა ვეჰეს თუ დამიძახებ სადარბაზოში შემეშინდება. ვეჰეს არა. აბა? ბეჰერო დაგიძახე. ბეჰეზე დავფიქრდები. ბეჰეზე დავფიქრდი. წყალის კიდე გეკცა, ნახე? ეს წყალი ვებხვა და აქცია კუდით. ვებხვი იყო ის.
კარგი. შენ გადაცემაში რა ხდება, გითხარი ახლა მზეს უმზირაში? ახალი რამე იგეგმება? მაკა როგორ არის და ის ბიჭი? ის ბიჭი კარგად არის, გიორგი ნაზღაიძე. მაკაც გადასარევად არის. მაკა ძალიან საინტერესოდ ცხოვრობს. ვამწარებ, გინდა გითხრათ საინტერესო დეტალი. გამოუშვა. საერთოდ მოვიწიო ჩუმად მეტყვითოს? არა. ოკეი, თქმით. ძალიან ხშირად ადამიანს კომპლიმენტი წინს. ანუ აწყენს ხოლმე. მაკა რო დავამუღამე. ნუ რო ჩაიცვას ხოლმე მოკლე კაბას რაღაცა, ნუ მაგარი ნაშაროა. მოკლე კაბა რო ჩაიცვა, მერე დავამუღამე თუ მანამდე დამუღამებული? არა, მერე დავამუღამე. მერე დავამუღამე. გასაგებია, ნუ? და ვეუბნები, მაკა რაც სუდად გამოიყურები, რამე გჭირს, გადაცემა იწყება, რა ეს უბედურება. კომპლიმენტია გია? არა, გითხრა. ეს იმაზე ისე კარგად მოქმედებს, ესე გამოცოცხლდება ხოლმე. და უკეთესად მიყავს და რო გადაცემა. გეთქვა რომ მაკა რა სასწაული ხარ და რა ტანი გქონია და რა იჯერებს და ესე არის ხოლმე. ამიტომ ადამიანს უნდა შეუფუცხუნო. თეა რა კარგად გამოიყურებ. ვიცი, მადლობა. შენ ვერ ვეღირს ერთი შენ დინი კაბას ვერ ერთი სულიმან. არა, რატო არ იცავდა, იცი აქამდე მინიკაბას? რატო? ჩემ საჩუქარს ელოდებოდა. მოტანილი გაქვს? მოტანილი. აჩუქიაბა? და წარმოიდგინე ახლა ამას რო გაიკეთებს და იმ მინიკაბას რო ჩაიცვავს. ამას რას? როგორ გაინტერესებს? აი აინტერესებს ამას რას? რა მოიტანოს? ვაიმე. რა? სასწაულია. აი უკვე ხედავ ამაში და აი ხედავს. აი უკვე ამაში დაგინახე. შეიძლება მოვიდე. რა თქმა უნდა. მოდი, თეა, მოდი. სხვადასხვის ეს ზონარები ისე გავაკეთე რომ ხო. ზომა თვალის ზონარები ისეა რომ ადვილად შეცნას. დაიჭირე. გაისწორე. დაიჭირე. შეისუნთქე უნდა გახდე აუცილებლად. შეისუნთქე. აი ახლა წარმოიდგინე მოკლე კაბა და აი ეს. და ერთად რო გავალთ. კი. ერთი რაღაცა გაკლიათ. ხო. ვიცი, მოდი მათრახი. ება არაჩვენებია. აჰა. ძალიან მომეწონა. ეს რა არის? ეს არის შენი ქუდი. ეს არის სიმბოლური ქუდი. აჰა. ეს არის ძაბრი, მე ვიცი რომ შენ კეიფი გიყვარს. აჰა. და აუცილებლად დაიცადე, მე ისე არა ვარ მოსული. ეს რო გაშალე დავწყნარდი, მანამდე სხვა რამე მეგონა ერთი რო იყო. მომხედე აქეთ, მომხედე. რას მიგეთებ ადამიანო? აუ, გენაცვალე, შეხედეთ, ვაშკა. ოთარ. ამ გადაცემის აქედან მე და შენ წავიდეთ კლუბში ესე. კი. მაგრა გავერთო. ოღონდ მე ამას სხვაგან გავიკეთე. ნუ მე ამას სხვაგან მოდი არა, შევთავაზო შენ ესე იყავი. ამ გადაცემის პრომოში იქნება რომ სამეცნიერო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკრძალებათ ამ გადაცემის ნახვა. ასე. ყოველთვის მინდოდა შენთან ერთად დალევა, ჩემო გია. აი ასე ეს შენ გამომართვი. არაჩვეულებ. არა, სულ მგონია რაღაცას მიწყობ, იცი, დაძაბული ვარ არა, ძალიან. მე რა უნდა ამაზე მეტი რა უნდა მოგიწევ. აჰა, მოდი, ნუ გეშინია, კარგი ღვინოა. აი ესე, შენ გენაცვალე, აი ესე, არაჩვეულებრივი ღვინოა ხალხო. ჩემო გია. შენ გენაცვალე. არა, მე ფეხზე უნდა ავდგე, ისე ვერ მოგისმენ. გია. მოდი ჩვენ კაცობას და ტრადიციას დავნა. გენაცვალე შენ. მე მინდა
მე მინდა ის პირველი ჯაჯანიძე და პირველი ტატიშვილი დავლოცო, ვინც აი ასე ძმაკაცურად, კაცურად ტრადიციულად ქეიფობდა. შენ გენაცვლე. გაიხარე. აუმარჯოს ჩვენ კაცობას და ჩვენ ტრადიციას. წავედი. მე კიდე მინდა ტატიშვილის შოუ ვადღე გრძელო. გაგიმარჯო შემოკარგო. გაიხარო. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მთელი ბოთლი მე ხო დანარჩენი ეხლა. ამ ბოთლი მე ხო დანარჩენი. მეკუთვნის. ბოთლი შენია? ამ გამისტვა გინდოდა? როგორი ღვინო იყო? სასწაული. წყალი მიაყოლე, წყალი. რატო? წყალი მიაყოლე. ასე შვებიან არგენტინელები თურმე. ღვინოს რო დალევენ, ტრადიციებს რო დავარღვევთ ძალიან. მაგრამ ძალიან გიხდება ეს. გვერდი არა, გვერდზე რო მოდის ხოლმე ეს. ასე? სპეციალურად არის ჩაფიქრებული, ეგრე უნდა ეს იყოს. ასე უნდა იყოს. კარგი. და თუ ძალიან გადმოგეკაჩოს, ანტენები იქით გადაკაჩე და მე უკვე გასწორდება. ასე? მაიცა არ გავაფუჭო. დაიცადე, მერე იყოს. აი. და ვისი იდეა იყო ჯაჯანიძის მოწვევა შოუში? რაღაცები მცვივა გია. ეს შეიძლება მოტყდეს ახლა. ხო, კაი, ამიტომ იყოს ასე. აჰა. იყოს. დავძაინეთ. დავძაინეთ. აი ზუსტად ესე მიჭირს ხოლმე მეც თავის მოძრაობა. ეხლა მე მოვედი რატო იცი? უნდა გამეცადინო. სულ რო იძახი ჯაჯანიძე. მოვედი იმისთვის, რომ საერთოდ უნდა შეგიცვალო იმიჯი. რა არის ეს მუდმივად ჰალსტუხი, მუდმივად პიჯაკი? ცოტა ისე გამოცოცხლდი ხოლმე. რანაირად გამოცოცხლე, ვერ მიძრე, როგორ გამოცოცხლე, კაცო, რანაირად გამოცოცხლე. მეც ვერ მიძრები, მაგადა როგორ მოვყავ. შენ გონია რომ მე აქ ჩავიცვი? აი, რაღაცა ძრება ხალხი. ასე მოვედი? ასე მოვედი, ხო მართლა. მეც ასე წავალ, შენ რა გონი? რაღაცა მომძრა. რატო იცი? არა, კი არ გძვრება, რა ხდება იცი? ანტენა თვითონ მოძრაობს, რომ კარგად დაიჭიროს. ეხლა შენ გიღებენ. ვინ უნდა დავიჭირო, კაცო? შენ კი არ უნდა დაიჭირო, ანტენამ უნდა დაგიჭიროს. კარგი. ბატონო გია, რამე გეგმები, რა თქვენი გეგმების შესახებ, თუ შეიძლება ორი სიტყვით, რა არის, რამე პროექტში ხო არ გიხილავთ, ახალ საინტერესო სერიოზულ პროექტში, თუ შეიძლება თქვენი გეგმების შესახებ ვისაუბროთ. ჩემი გეგმები? ანუ საუბრობს ფსიქოლოგი და ექიმი, ორი ფსიქოლოგიის და მედიცინის დოქტორი. საჩუქარი ქართველ ფსიქიატრებს, ხალხო. ოთარ, მე მაქვს ძალიან საინტერესო გეგმები. მე ახლა ვიწყებ ახალ გადაცემას. ეს იქნება ესეთი საინტერესო, ოღონდ ვერ ვიტყვი გადაცემა რის შესახებ იქნება. და მაქვს ძალიან საინტერესო პროექტები. და მე ამ პროექტებს განმახორციელებ და აუცილებლად შეგატყობინებ. და ვაპირებ თმების დაგრძელებას. ეს აუცილებლად საჭიროა ამ პროექტისთვის. არა, პროექტისთვის არა. ჩემთვის არის საჭირო, აუცილებლად. და გადავწყვიტე ერთი რამე. ძალიან ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რისთვის არის ფრჩხილები საჭირო. მე და მოსაკონეტად არა? არა, მოსაკონეტად არა. მე მაგალითად არასოდეს არ მეკავება ხოლმე. ფრჩხილები? არა, ფრჩხილები და ტანი რომ მოვიქაო. და გადავწყვიტე საერთოდ არაფერი არ გეკავება არასდროს? არა, გადავწყვიტე ფრჩხილების დაძრობა. ძალიან მომწონს ექსპერიმენტები. ფრჩხილი ხო ამოდის კიდე, ეს შენ გეცოდინება. კი, ფრჩხილი ამოდის, რა თქმა უნდა. და ძალიან მაინტერესებს რომ მოვიძრო ფრჩხილებს. აი როგორ მექნება მე ეს ყველაფერი, აი რბილად მინდა რომ მქონდეს. აი ამას მე ამას გავართობ თქვენ სასტრაფოს გამოუძახეთ. ესეთი გექნება რა, ესეთი რბილი თითები გექნება, რბილი და პაპუკი. მაგრამ მე რომ მოგეკაოს რაღაცა რა საგმე. ნუ მე რაღაც ხო არსებობს, რაღაცები ჩოთკებია სპეციალური და მოვიფხანი იმ ჩოთკებით. მოვიფხან ჩოთკები. და ესეთი უფრჩხილო თითი რასანახავი იქნება ეხლა? პაპუკი იქნება, ბუმბულა. ინაძელეზე. ფუმფულა. თმების დაგძელება, ფრჩხილების დაძრობა. კბილებსაც ხო არ დაიძრობდი? არა, კბილები არა, ჯერჯერობით არა. ჯერჯერობით არა. სხვათა შორის მინდა. საყურე ჭიფში? არა, ეგეთი პრიმიტიული რაღაცები მე არ მიზიდა საყურე ჭიფში ხურში. საყურე ჭიფში პრიმიტიული. აბა რა. ორიგინალი ხარ, ჭხილი უნდა დაიძრო. კაცო, რას ლაპარაკობ?
სხვათა შორის მართლა არ ვიცი შენ გაგიგია თუ არა, ნუ ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრს წერდნენ ამაზე. დღემდე არ მესმის, რატო გაუკვირდა ხალხს ერთშვენიერ დღეს ავდექი და გავიპარსე წარბები. და ხალხი გაოცდა, რა იყო აქ საოცარი? აი მაინტერესებს, შენი აზრი მაინტერესებს. მოვიპარსე წარბი, რა მოხდა? კარგი რა ნუ მაშინ. მე გაშინებ კაცო? მე გაშინებ? შენ ამაღა ისეთ საშინელს ისმარს ნახავ. კი. გია ჯაჯანიძე დაგლეჯილი ფჩხილებით. მოიპარსე წარბები, რა მოხდა? არაფერი, რა მოხდა? და რა გითხრეს მე რაო? გაოცებულები მიყურებდნენ და მე კიდე გაოცებული უყურებდი, რატო მიყურებდნენ გაოცებულები? გაშტერებული ვიყავ, არ. ო, კიდე რაღა გინდა მეტი გამო. ამოგივიდა ეს წარბები? აბა არა, მაგ ეხლა წარბები. რა ვიცი, შენ მიკრული გაქვს რა. არა, ამოდის წარბები ამოდის. ეს უკვე ნაცა შეგიძლია თქვა რომ წარბი ამოდის. სხვათა შორის ერთი რამე. აი სანამ შენ არ მეტყოდი, მე მაგას ვერ ვიტყოდი. არა. ხო, ერთი რაღაცაა, აბა გისმენთ? დიახ. დამავიწყლე სანამ რაღაცას მე გამაწყვეტდება, ვიწყდება. ერთი რაღაცაა, სანამ იტყოდიო, ეს ბზესუმძირები საიდან გაქვს? ეს ბზესუმძირები რა გინდა, საიდან გადაცემას უკეთებ რეკლამას. ჩემ გადაცემას ბზესუმძირებს. კარგი, ჩემი გადაცემა თუ გიშველით. კარგი. გეგმებზე ვიზისაუბრეთ. სხვა დაოჯახებას ხო არაპირებ? რამდენი? ეხლა რო კიდე ახალმა იარო შენ და სახში, ხო გადავხტი ფანჯრიდან. არა. ძველი ხორას ამბობ ვერ გახარო. მომისმინე. თეა წაყვებოდი ჯაჯანიძეს რამე რო იყოს? სად? ფსიქიატრიუმში, სად? კი, რატომაც არა. საინტერესოა. არა, იცი რა არის? მე ერთი იდეა გამი. მოვიხსნი რა, მოიხსენი, შემგონდი. იცი რატო გაგიკეთე ეგრე? რატომ? მინდოდა რომ აი კარგად ვერ წაგეყვანა გადაცემა, მაგრამ მაინც ვერ მოგიგე. პროფესიონალი მაინც თავისას შვილი. თვალი გამომწარი. კარგი. რამე საგრძელო მითხარი რა. შემისრულე ერთი თხოვნა. რა? ჩხილებს ვერ დავიძრებ. არა. წარბებს არ გავიპარსო? არა. აბა? მაცეკვე თეასთან. ვაიმე. 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 ვაი. თეა არა, მე მგონი სადღაც მეპატიჟება საცეკვაოთ, აქ მაცეკვაო კი არ უთქვია კაცო. არა, აქ მინდა. ვალსი გინდა? აქ მინდა. ჩა. ერთი რამე მინდა გითხრათ. საერთოდ არ ვიღებ ალკოჰოლს. მართლა არ უსვამ არც ერთ წვეთს. ისეთი მედლენი რო ეცეკო არ გინდა? დავლიე 3 კლუბი და გატრეტილი მთვრალი ვარ. მართლა გეუბნები. გამთამამდი. მთელი ხო, ეხლა რაღაცა უნდა მოვყვე მომაყვა. ერჭიქასას თუ დალევს ამას ნარჩები დღეში. არა. კი, მაგრამ მე თხოვნა დავლევ მაგას. შენ დაგალევინებთ. 20 წლის ვარ, 20 წლის და იმერეთში საერთოდ ესე მოსული ჯამრთელი ქალები ესეთი, და იქ არის მიღებული. 20 წლის ვარ ტყიბულში ვიყავი და ვიღაც გოგოსთან ერთად გადავიღე სურათ და გოგო არ ამხელა, იცი? მე ვდგევარ პალმის ქვეშ და აი აქ ამაკ ძუძუ. იმხელა და ბებია ჩემი მეუბნება, დედაო, მოიყვანე ეს ცოლათო. მე ვუთხარი, ბებიო, რა მოვიყვანო, ვერ ახედავ რა ამხელა. მერე რა იყო დედა, მეზობლები დასყდებიან გულზეო. აი ეხლა რამდენი წელი გავიდა რაც ბებია ჩემი აღარ არის და შევხედე და გამახსენდა მისი ნათქვამი. მე უკვე მეშინია ვიციოდა. მე ეხლა მეგიმებოდა და უკვე მეშინია. ბებიას ხსოვნას ვცეთ პატივი და მე ნუ გადამახტები. ძალიან ესენი რომ ფიქრობენ რა დაუკრან რა საყვარლები მყანა მე ისეთი თვალი ვარ ეხლა ნებისმიერი დაუკრან ნებისმიერი. აი თუ ესეთი მთვრალი ხარ, მაჩვის რო ეცეკო. მე ცეკვა მართლა არ ვიცი და რა ვიცი. მე აგაცეკვე. შეიძლება ფეხი გასკინოს. მედლენი ეცეკვე ადამიანო, მოდი. მე აგაცეკვე. მოდი. დედა რა ყავ. მოდი, სტუმარია ახლა.
რა თქვი? ხურშირებს მეჩურჩულებოდით მაგას არ. არა, ეხლა არ თქვა ძალიან არ თქვა. აი რაც ეს შოუ დაიწყო, რაც მე ეს გოგო ვნახე, მის მერე მქონდა სურვილი, მე ეს ოცნება ავიხდინე, რისთვისაც გიხდი ძალიან დიდ მადლობას. მე მგონი არის ეს ის ქალი, რომელსაც უნდა ირბინოს ჩემს ოთახებში. მე რა მოხდება არ ვიცი, დღეს მეც არ დავალევინე. ამის პირობას გაძლევ და რუბრიკასაც დავამთავრებ. ბებია ჩემი სული როგორ დიდობს ეხლა იქა? მამა ჩემსაც მხარია. კი, მართლა? კი, მე ჩამჩურჩულა აქ ბებიას სულმა, რომ აიო, ჩემი გია ეცეკვება შენ თეასო. ეს იყო რუბრიკა ალაგწითელ, ალაგყვითელ, ალაგ არის ალისფერიაო და არაჩვეულებრივი სტუმარი, რომელმაც ცალკე შოუ გააკეთა. თავისი შოუ დადგა გია ჯაჯანიძე. დიდი მადლობა. Just like we get some of the rock and roll music, and the old way you choose it. It's gonna be bad, you can't lose it. And the old time you use it. It's gonna be rock and roll music. If you wanna dance with me. And the old time you use it. It's gonna be rock and roll music. If you wanna dance with me. If you wanna dance with me. If you wanna dance with me. დიდი მადლობა. ძვირფასო მეგობრებო, მე კი შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი სტუმრების შეშინებაში გვეხმარება არაჩვეულებრივი კომპანია მულტიპულტი, თავისი ასეთი შეუდარებელი და მართლაც განსხვავებული კოსტუმებით ეწვიეთ მულტიპულტის ძალიან ბევრი სახალისო რამ გელით იქ. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ ცეკვავენ ვარსკვლავებმა რა ჰქმნა. დღეს ამ რუბრიკაში სტუმრად მოვიწვიეთ კონკურსის გამარჯვებულები სამორი ბალდე და ლიკა ლაბაძე. ესე იგი, ამდენი თაყვანისმცემელი და ამდენი გულშემატკივარი, გეგონათ რომ გეყოლებოდათ ხო, ა? არ ვეგონა. ცოტა თამამად, გამარჯვებული ხარ უკვე. ეგონა. კარგია. სხვათა შორის არაჩვეულებრივი მაისური აცვია. ეს არის საფეხბურთო ნაკრების ფორმა, გვინეა-ბისაუს ნაკრების ფორმა. გვინეა-ბისაუზე გამახსენდა. გამოვიდა Forbes გვინეა-ბისაუს მაისის ნომერი. სადაც შენ ყველაზე მდიდარ გვინეა-ბისაუელად ხარ მიჩნეული, იმიტომ რომ ბინა აქვს ბათუმშიო. არ არის გამორიცხული სხვადასხვა. ხო? ისე მომსინე, ბინა გაქვს ბათუმში, კიდე რა ავეჯიც მოგცეს, ხო? მე მგონი. არც ახსოვს. ავეჯი მოგცეს? მიცეს ავეჯი? მე მგონი. ესე იგი კოიკაც გაქვს. კოიკაც მაქვს, შემიძლია. კოიკაც გაქვს. ხაზაიკა მაკლია. ერთი კარგი ხაზაიკა გაკლია. კიდე რა პრიზები იყო? ლიკა, მე მგონი შენ უფრო გახსოვს. კიდე იყო როგორც მახსოვს სპა, იყო აკვაპარკი, ის შეგვიძლია დავისვენოთ. კიდე იყო რა იყო? რა ვიცი. კიდე იყო ანანიაშვილის პრიზი შენთვის და შენთვის რესპუბლიკა ბანკის პრიზი და კიდე იყო რესპუბლიკა ბანკის სიდის დაფინანსება. კი, ყველაზე მთავარი ეს არის, კი, მუსიკალური მხარდაჭერა. CD-ზე შენ ცეკვა იქნება თუ აუდიო CD-ზე? არა, ცეკვა არ იქნება. სიმღერები. კი. შენ რაღაც ვიცი რომ მუსიკას ქმნი. რაღაც საინტერესო. ვცდილობ. კარგი, ბოლო-ბოლოს სად გადაწყვიტე რომელ დასში? ნინო სუხიშვილთან თუ ნინო ანანიაშვილთან? აი, არ ვიცი, მერყეობ. მე შენ ადგილას ამერიკაში წავყვებოდი ჩერტკოს რა. არა. სამეჯლისო არ მგონია სამეჯლისო ცეკვებს დავუკავშირო ჩემი ცხოვრება, მაგრამ მაინც. კარგი, ისე რა თქმა უნდა გილოცავთ. მეც გილოცავთ, მაგრამ თიკო შემეცოდა სადუნიშვილი. მართლა აი გულით შემეცოდა. ამდენი იმუშავა, ხო? ამდენი იშრომა, ამდენი იწვალა და დარჩა ახალი მანქანის 5000 ლარის ამსტერდამის საგზურის, ერთი ჩანთა კოსმეტიკის, ბილაინის გოლდენ ნომრის და კიდე 1000 პრიზის ამარა. არ გეცოდებათ? არ შეგეცოდათ? აი ასე რომ გაამარცხეთ.
საწყენია ოდნავ. გასიზა. ასეთია ცხოვრება. როგორ აქვს იცი საწყენია ოდნავ საწყენია ოდნავ რა ხდებოდა ჩაწერის მერე ბევრი მოცემულეთ კი ძალიან ბევრი სამოს თითო ბავშვი თითო დრედზე ეკიდა ვისი მოლოცვა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად მე ანუ იმდენი ადამიანი გვილოცავდა თან ერთდროულად რომ არც მახსოვს ყველა ის ადამიანი მაპატიეთ ვინც მომილოცა მაგრამ ნელ-ნელა ახლა რაღაცა ორივემ დაუკარგეთ ისა რა ქვია მეხსიერება და მე მაგალითად სახელები აღარ აზროვნების უნარი მე მგონი რაღაც იმბიცილი გავხდი ეს დღეები ვეღარ ვაზროვნებ იმბიცილი სერიოზული პათოლოგია სერიოზული როსტომ როგორ მოგილოცავთ სიტყვიერად თუ თვალებით განიშნეთ არა სიტყვიერადაც და თვალებში ყველაფერი აი როგორ მითხარ აი რა გითხრა მაინტერესებს როსტომ რა გითხრა არ მახსოვს რა ვიცი გილოცავ დაახლოებით ასე კი ისე აი ეს ბოლო მომენტი მახსოვს სამორი მამა შენი რო შემოვიდა სცენაზე და ყველა რო ატირდა ლელა წურწუმია ატირდა, ჟიური ატირდა, ნანუკა ჟორჟოლიანი ატიროდა, იქ კიდე თეადარჩი ატიროდა, იმდენი ცრემლი დაიღვარა, იმ დღეს რომ შურიც წდებოდა ალბათ მაია ასათიანი. რატო ახლა იფარავა? როგორ არავა? ისე მართლა ისეთი გზნობა იყო, მართლა ესეთი გულის ამაჩუყებელი. თელ საქართველოს აინტერესებს. იმ პარკში რა იდო, მაშინ შემოვიდა. გაუმხილი ახლა სიმართლე რომ მითხარ, მე ჩემი ვერსია მაქვს. მე მეგონა რომ გვინეიდან ჩუჩხელები ჩამოგიდა. დაახლოებით. ის პარკი არ იყო. აჰა, ოკეი. აქედან დავიწყოთ. ოკეი, აბა რა იყო აფრიკული ტრადიციული პერანგი. უბრალოდ ესე ხო, უბრალოდ ეს ალბათ მე ემოციების დავიწყე გადმოცემა. ხო, აშკარად შორიდან ჩარდა როგორც არა, პარკი არ იყო. თეთრი იყო ეს, ანუ ტრადიციული თეთრი. ისე მე თუ არ ვწდები გვინეა-ბისაუ პორტუგალიურენოვანი. პორტუგალის კოლონია იყო. იცი შენ პორტუგალი? მე არ ვიცი სამწუხაროდ. მომიწევს სწავლა, იმიტომ რომ უამრავ ნათესავს რამენაერად უნდა ველაპარაკო. მამა ჩემმა 22 კი რუსეთში სწავლობდა, მაგრამ არ ვიცი ზოგიერთი ადამიანი რომელიც ქართველია და მიდის საზღვარგარეთ რამოდენიმე წელს ატარებს, კარგად ვეღარ მეტყოლებს ქართულად და მამა ჩემი არა ხა ჩერტყვებზე მაგას ვერ იტყვი. ახლა ვინ და ჩერტყვებზე მაგას ვერ იტყვი. მე ვიცი რომ რაღაც ძალიან სერიოზული საფეხბურთო ოჯახია, ხო? მე და შემსაუბრობდით ეთერში. მე ვერ გავქაჩე თორე ესენი მაგრები იყვნენ. მამა ჩემი მაგარი ფეხბურთელი იყო, ქვეყნის ნაკრებში თამაშობდა. გვინეა-ბისაუს ნაკრებში? კი. მრავალგზის ჩემპიონია გვინეა-ბისაუს პორტუგალიის უმაღლეს ლიგაშიც თამაშობდა. კარგი, რომელ კლუბში თამაშობდა? არ მახსოვს, მე მგონი სეტობალის სადღაც მოკლედ თამაშობდა, ვერ მოგატყუებთ და 80-იან წლებში სპორტინგი აფორმებდა მამა ჩემთან კონტრაქტს. ლისაბონის სპორტინგი, მაშინ იყო გრანდი და მამა ჩემი სასწავლებლად წავიდა უბრალოდ და ანუ არჩია სწავლა, მეცნიერება, ასე შემდეგ. ჩემსავით ყოფილა. მე და ბიძა ჩემი თამაშობდა საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში. მამის ძმა ხო რამოდენიმე გუნდში, ერთი გუნდი ვიცი სოშო. და ერეკ კანტონას ახლო მეგობარი და გუნდელი იყო იმ წელს, როდესაც ერეკ კანტონა ინგლისში წავიდა. ანუ საფეხბურთო ოჯახი გყავს. გასაგებია, ძალიან საინტერესოა. სხვათაშორის რა წარმატებული ყოფილა მამა? სახელი რა ქვია? ინუსა ბალდე. წარმატებული მინისტრის მოადგილე თუ? კი, ანუ მშენებლობის. არა. მშენებლობის არა. ჰიდროგეოლოგიის დარგში არის მაგისტრი, მეცნიერია. და პოსტი აქვს ხო სერიოზული? ხო, სერიოზული ფორმალურად არის, მაგრამ გვინეა-ბისაუ არა, გასაგებია, მაგრამ პოსტი აქვს სამინისტროში. არა, რატო გეუბნები, იცი? უფრო უპრეანი ხო არ იქნებოდა რომ შენ მაგივრად გილაური დახვედროდათ ხო? მაინც ესეთ რომ მაღალ დონეზე შეხვედრა ანუ ის მინდა ვთქვა რომ გვინეა-ბისაუში მაღალი პოსტები არ ნიშნავს მაღალ ანაზღაურებას. გასაგებია. ასეა ხო, ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა მსოფლიოში და იქ სერიოზული პოლიტიკური პრობლემებია, გადატრიალებები და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ესეთი ქვეყანაა. ნუ გადატრიალებები არ ჩვენ გვაკლდა. ჩვენ ხო, მაგრამ იქ უფრო ასე ვთქვათ რეგულარულად ხდება ხოლმე. წასვლას თუ გადატრიალებული. სულ ხო. წასვლას საერთოდ არ ვაპირებ წასვლას. არა, საცხოვრებლად არა. ისე კი, რა თქმა უნდა, კი. ლიკა, შენ არ გაინტერესებს მეც გავყვები როგორ არა, მაინტერესებს. თუ წამიყვანს. რატომაც არ წავიყვან. ყველა წავიდეთ ყველანი ერთად. აქედან ყველანი მიდიოს. აქედან
მან მიდივარ გვინეა-ბისაუში. მიდივარ გვინეა-ბისაუში. დედაქალაქი არის ბისაუ არის დედაქალაქი. ბისაუ არის დედაქალაქი ბისაუში. მოსახლეობა არის მილიონზე მეტი. ქვეყნის. თუ ქვეყნის მოსახლეობა არის მილიონზე 20 მეტი, ანუ თბილისის მოსახლეობა მთელი ქვეყნის მოსახლეობაზე მეტია, პატარა ქვეყანაა. მე კიდე რა მიხარია? 4 შაბათის შემდეგ, ფინალური ტურის შემდეგ, ლიკა ყველაზე პოპულარული პირველარხელი გახდა დონერა კინწურაშვილის მერე. საქართველოში ისეთი პოპულარული გახდა, რომ მე დამიკავშირდა. პირველი არხის დირექტორი. და ეგო ისეთი გოგოაო, მეო მაგასო გადავიყვან რეიტინგულ შოუშიო ჩვენ ფერმაში. რა განავლება იულიას სოფელსოფილ? მე გვინეა-ბისაუში მე გვინეა-ბისაუში წახვალ, აქედან ვაშს წაიღებ, იქ გაყიდი, იქიდან ბანანს ჩამოიტან, აქ გაყიდი. ავიწყობ ცხოვრება. აიწყობ ცხოვრება. ისე ლიკა შენ გული არ დაგწყდეს. გული არ დაგწყდეს, იმიტომ რომ რაზე არ დაგწყდეს გული ხა რატომ ამბობ, ესეთი სენტიმენტები რო იყო, სამორი მამა იპოვა, ჩვენ შენი ძმა ვიპოვეთ. ყოლია? დღეს შესვლის მოსვლა ვერ შეძლო, იმიტომ რომ ქუნთრუშა აქვს. ახლა მე მის მეუღლეს ველაპარაკე და ას დაქუნთრუშობთ სახშიო. ო და ვერაფრით ვერ გავაჩერებ, მაგრამ ფოტო მაქვს. ფოტო მაქვს. არაჩვეულებრივი რა უნდა ამასთან ქუნთრუშას ხალხო. ჩემი დათო ლაბაძე. აღმოჩნდა რომ ეს შენი ძმა არის, გულშემატკივრო. ვიტირო ხო? იტირე გადაიღეთ ეს ჩამიწერეთ და მაიასათიანს გაუგზავნეთ. იტირე. აი ეს არის სულ შენ, ესე იგი ჩემი ლიკა და ჩემი სამო. კი ბატონო, ეს ფოტო თქვენ ჩემგან ჩარჩოში ჩასვით და მე დაუკავშირეთ ერთმანეთს დაძბა და ასე შემდეგ. კარგი, დაუბრუნდეთ ისევ ამ შოუს, ხო? ძალიან ბევრი პრიზი იყო. ძალიან ბევრი. ნუკის აჩუქეს. ანუ არა მარტო თქვენ, ხო? არა მარტო ფინალისტებს. იქ ნუკის აჩუქეს, კიდევ ვის აჩუქეს, ხო? ძალიან ბევრი პრიზი და ყველას რაღაცა ყველას აჩუქეს. ერთადერთი ეს ჩემი აჩიკო დაიჩაგრა. ასე რას ვამბობ იცი რომ ეს კარგი პრიზი არ მიცეს და ამ გარიგებული პრიზების ქვითრები მაინც მიეცათ დარეკავდა რაღაცას მოიგებდა ბიჭი რა. შეეყვანა. არ მეთანხმები თქვენ ამაზე? არა, დარწმუნებული ვარ არ დატოვეს ნატონი აჩიკო. პრიზის გარეშე უბრალოდ ვერ იყო იქ ჩვენთან ერთად სამწუხაროდ. ვერ იყო. ჩვენ გვყავს დღეს ფინალში გამარჯვებულები. რატომაც არ გავმართოთ სუპერფინალი, სუპერთასი? კონტრა. ხო? კონტრა ქვია ამას? არა, კონტრა არის, ახლა თიკო და გიგირო შემოვიყვანო. კი, ხო. გადავათამაშოთ. ხო. ანუ გამარჯვებულებს შორის ვინ უფრო მაგარია, აი ამის გამოვლენა მინდა მე დღეს რომ მოხდეს. ხო, ანუ მაინც მაინც ინტრიგნული რაღაცები ნანუკამ მასწავლა ჟორჟოლიანმა. ესე იგი, დიდი მადლობა. სხვათა შორის რომელიც ეკობთ ჯერ და მე რეგეტყვით რას ვაკეთებთ. პრიზები მაქვს თქვენთვის, არ გეგონოთ? როგორ გეკადგა? უნდა მოვინდომოთ ესე იგი. უნდა მოვინდომოთ. მოვინდომოთ ქულები. აქამდე თუ მოვინდომეთ. მოიცა, ქულებიც მაქვს. აი, ჩერტკომ მომიტანა. მე მეგონა მაგას ცხოვრებაში აღარ დავინახავდი. ეს თუ ასე ოშმარად ხანგრძლივ აქეთკენ აღარ არის? კარგი, რომელიც ეკობთ ჯერ? კარგი, წავალ მე. მიდი. რა ვიცეკო ჯერ არ ვიცი, მაგრამ რამეს რასაც ბენდი დაუგრავს, აქ არის ბენდი დაუგრავს, რას უკრავთ, აბა მითხარით. არ მითხრათ, მიდით. არ მითხრათ. Just miss it, gotta get it jiggy with it. Listen, honey, come on. We can't act wild, all of my eyes. Gotta follow, how they love. Get jiggy with it. Get jiggy with it. Get jiggy with it. პატარა იმპროვიზაცია შემოგთავაზეთ. დიდი მადლობა ბენდს. დიდი მადლობა. კენიგერია. არა, ქულ უნდა შეფასებას უნდა დაველოდო.
Okay. I mean too much jive. Too much jive, მაგრამ მაგი კარგი არის. კარგი არის, მე მომეწონა stop and go და მაგრამ too much jive and because of this ხა. I'm sorry. Okay. დიდი მადლობა. გავზანდით. ეს ერთი ცეკვა, ერთი შეფასება. ახლა მეორე ცეკვა და შემდეგი შეფასება. გთხოვთ. მეგონა ცხოვრებაში აღარ ვიცეკვე. ლიგა ლაბაძე. I feel good. I knew that I would now. I feel good. I knew that I would now. So good, so good. I got you. So good, so good. I got you. მაიჭი ჩემი შეფასება. შემდეგი შეფასება. ჰოლივუდური. იცით, მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ. რომ ვინც ყველაზე ძალიან მოგვეწონება, იმას წავიყვანთ ჰოლივუდში. ოღონდ იქ სად ვაცხოვრებთ ეს ჯერ არ ვიცი. და ამიტომ დიდი მადლობა. ლევან უშანაიშვილს უფრო კარგად გამოდიოდა. ხო, ის დამოუკიდებელი ქონდა ახლა. მეც რო ვიჯდა ჟიურიში ყოველ ოთხშაბათს. და ამოხამებდი. როგორ ეხა დამძრა ყველაფერი. დაგძრა ყველაფერი. არა უშავს. პრიზები. ესე იგი მეორე ადგილზე გავიდა სამორი. სამორი გახდა სუპერფინალის ვიცე-ჩემპიონი. ვიცე-ჩემპიონი. და პრიზი ორი მოსაწვევი ღამის შოუზე ოთარ ტატიშვილთან ერთად. მოსაწვევიც არა, ეს აბონიმენტია. 6 თვიანი შეგიძლია შენ მეგობართან ერთად, როცა გინდა ჩემ შოუში. ძალიან დიდი მადლობა. და სუპერფინალის ჩემპიონს საჩუქარი მამი და ჩემი იზოს მურაბა. ეს არის კატაშორის 2011 წლის მოსავალი. არის მსხალი, იზომამიდას მსხალი უყვარს, შენც ხო გიყვარს. და სხვათა შორის მარტო იზო არა, ბიძაჩემი ვასტილიჩიც ეხმარებოდა. მაშინ ამას დავდებ, გვერდზე ცეკვანი ვარსკვლავის თავს და მიუდებ ამ მურაბას გვერდზე დავუშვენებ გვერდს. მეგობართან ერთად შენც ასე გული რო აღწევს მე ამას შენ გაცხრა. მეგობართან ერთად მოსაწვევს. აი ნახე ერთად წამოთ მურაბა, ერთად ვიაროთ. ოთარ ტატიშვილის შოუში. მსხლის მურაბა, როგორია? ხლის მურაბას რაჯობია კაცო. არაფერი, კარგი მსხლის მურაბა. მეგობრებო, დიდი მადლობა მინდა გითხრათ მობრძანებისთვის. გილოცავთ კიდევ ერთხელ, მართლაც უმრავლესობის ფავორიტი წვილი ვიყავით და ეს აისახა კიდეც თქვენს SMS-ებზე. სამორი ბალდე, ლიკა ლაბაძე. დიდი მადლობა.